მეგობრებო, დგება უმძიმესი ჟამი საქართველოს ისტორიაში. როგორც ლეიბორისტული პარტია აფრთხილებდა წლების განმავლობაში ქართველ ხალხს და მსოფლიო თანამეგობრობას, მოსკოვი იერთებს შიდა ქართლს ჩვენი არსებობისას ცხინვალის რეგიონს თავისი სახელმწიფო იურისდიქციის შემადგენლობაში, რაც უდრის ამ მიწის საბოლოო დაკარგვას ჩვენი ქვეყნისათვის. უკრაინაში სამხედრო წარუმატებლობები პრეზიდენტ პუტინს სურს გადაფაროს ისევ და ისევ ქართული მიწის მითვისებით აღნიშნული აგრესიული დანაშაულებრივი საერთაშორისო სამართლებრივი დელიქტისათვის კრემლს გამზადებული აქვს ყველა ნორმატიული ბაზა, რეფერენდუმი, რატიფიცირებული ეგრეთ წოდებული კონვენციები და საბოლოო ჯამში ამ დღეებში უკვე პირდაპირ ცხადდება განზრახვა გაერთიანონ ეგრეთ წოდებული ჩრდილო და სამხრეთ ოსეთი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში. რა თქმა უნდა, ამ ისტორიული დანაშაულის შემსრულებელი ადგილზე და თანამონაწილე პუტინთან ერთად ბრძანდება საქართველოს მოღალატე ოლიგარქი დიქტატორი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც მოსვლის თანავე ხელისუფლებაში კრემლის მითითებით გამოიყვანა ცხინვალის ზონიდან შერეღებული ძალები, სპეცრაზმი, პოლიცია და გაუხსნა ბილიკები, რათა ოკუპანტს შემოეღობა ეს მიწა ოძისიდან რაჭის მთებამდე. შემდგომ არც ერთი ანექსიური ნაბიჯი ივანიშვილის რეჟიმმა არ გააპროტესტა არც ერთ საერთაშორისო სამართლებრივ ინსტიტუტში და ყოველმხრივ თავისი დუმილით ხელს უწყობდა იმას, რომ აი აქამდე მისულიყო საქმე, რისი დაგვირგვინებაც გახდათ ოლიგარქის სიტყვა წარმოთქმული გორში, სადაც მან ბოდიში მოუხადა ქართველი ხალხის სახელით სეპარატისტებს, ოკუპანტებს, ანწუხელიძის კვლელებს. ამით შემზადდა ის ფონი, რაც დღეს დადგა ჩვენს წინაშე ტრაგიკულ რეალობად, რისთვისაც მივმართავ ჩვენს მოკავშირე ამერიკის შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, მათ